კრიტიკული საზოგადოების მიმართ, მათ შორის ყველაზე ოლიგარქისთვის მძიმე საზოგადოების მიმართ, მედიისა და აქტივისტების მიმართ დამოკიდებულებაზე მინდა კითხოთ. ვახო დაიჭირეს, დღეს დაიჭირეს კიდევ სხვა შორის ძალიან სიმბოლურია ჩამდები პოლიციელების გინებისთვის. ანუ კობახიძეც ნაგინები ყავს ამ ბიჭს და კიდევ ბევრი სხვა პოლიტიკოსი, მაგრამ არა, ჩამდები პოლიციელების გინებისთვის დაიჭირეს 25 დღით. გიორგი ახობაძე გუშინონის ეუქრიაშვილზე იყო გუშინ წინ თავდასხმა და არ გაჩერებულა კამპანია მის წინააღმდეგ. ანუ აი ამ ძალადობრივი ხედვის შეფასება მინდა კითხოთ, რომლითაც ოლიგარქი რაღაცა თვალსაზრისით აღწევს მიზნებს დაშინებას საზოგადოების ნაწილის, მაგრამ მთლიანად მაინც ჯერჯერობით ვერ ამოძირკვა თავისუფალი ნება. ეს არის ერთდროულად პოლიტიკური ბრძოლა და მორალური ბრძოლა, რომელიც ერთმანეთისგან არ განირჩევა და ვერ განირჩევა. გასაგებია, რომ ხელისუფლებას აქვს განუზომლად მეტი რესურსი, ფინანსური რესურსი და რეპრესიის რესურსი და იყენებს ამას, ბუნებრივია დაშინებისთვის, შევიწროებისთვის, რაღაც საშუალებების შეკვეცისთვის. მაგრამ ამავე დროს და ეს არის რაღაც სისტემური ქმედება, ასე ვთქვათ, ეს არ არის რაღაც ცალკეული მოქმედებები, ეს არის ძალიან სისტემური ქმედებები ყველა ფრონტზე, რაღაც ცალკე მედიას ებრძვის, ცალკე სამოქალაქო საზოგადოებას, აკადემიურ სივრცეს და ასე შემდეგ. ეს ცალკე თემაა განათლების სისტემა. ანუ ბევრი მიმართულებით იბრძვის თანმიმდევრულად, ხანგრძლივად და ასე შემდეგ, მაგრამ არის კიდევ რაღაც გაბრაზებების, ვახოს შემთხვევა, მე მგონი რაღაცნაირად ესეც არის, რომ როგორ ბედავს შენ, გასაგებია, რომ ვახო ცნობილი ადამიანია და შესაბამისად მისი პოსტი ბევრმა წაიკითხა და რომელიც პრინციპში ჩემი აზრით იურიდიულადაც რომ ჩავთვალოთ რომ რაღაც შეურაცხყოფა უნდა ისჯებოდეს, შეურაცხყოფა არ არის იმდენად დაცინვაა და ეს დაცინვა განსაკუთრებით მწარე იყო და რაღაც გაბრაზდნენ. ხო, რაღაცნაირად ეს ჭკუის სწავლება რაღაც ეგრეგიზამთ და ასე შემდეგ ეს რაღაც ეს ფსიქოლოგიური საჩვენებელი დასჯასავით არის. საჩვენებელია, რა თქმა უნდა, რომ ჩვენ რო გვაშაყიდებ, ასე ვთქვათ, და შენს შაყირზე რო ხები იცინიან, ჩვენ კიდე შაყსვამთ. მაგრამ როგორც თქვი, ჩაყირი სარკაზმი განსაკუთრებული იარაღია. ძალიან მოწავედ რეაგირება. მათთვის ძალიან მტკივნეულია და რატომ როგორ ფიქრობთ ეს ფსიქოლოგიური პრობლემა? რა თქმა უნდა, ეს მათ აფუჭებს, ასე ვთქვათ, იმიტომ რომ როდესაც შენ ყველანაირი რესურსი გაქვს, როგორც თქვი და ძალიან უთანასწორო ბრძოლაში ხარ, ხო? აი სარკაზმი არის ძალიან, ასე ვთქვათ, მტკივნეული იარაღი, იმიტომ რომ საბოლოო ჯამში ხომ აი ამ ბრძოლის, რომელიც როგორც თქვი, თან პოლიტიკურია და თან მორალური, მიზანია გატეხვა ადამიანის, ხო, რაღაც ხერხემლის გამოცლა, ასე ვთქვათ, რაღაცნაირად დამდროს აცინებს შენზე საზოგადოებას. დაცინის და დაცინვაზე არა გაქვს რაღაც ანტიდოტი, ასე ვთქვათ. იმის ხსნობაც არ გაქვს. იმას არ შეუძლია დაცინა. ამტანობაც არ გაქვს. ხო, და არ გაქვს ზოგადად ქმნის ვალდებულება. მახულგონივრულობაც არ გაქვს ბოლოს და ბოლოს, ხო? და რა დაგრჩა რაღაც უხეში იარაღი უნდა ჩასვა, ხო? რა უპასუხა ნახეთ მან რა ქვია, სულ ამას ვამბობ დღეს გამაოგნებელი იყო, რომ ეროვნული მნიშვნელობის ამოცანა შესრულდა ვახოს ანაიას დაჭერით. ხო, რაღაც ესე იგი რაღაც სულიად არაადეკვატური გამონათქვამია, ხო, ეს ნებისმიერ შემთხვევაში რომ ჩათვალო რომ აი ასეთი რაღაც, ასე ვთქვათ, ამ ტიპის პოსტი, რომელიც ვახომ დაწერა, ეს უნდა ისჯებოდეს, ხო? თუნდაც ასე ჩათვალო. ახლა ეროვნული ამოცანა და რაღაც სასაცილო ხდები, შენ თვითონ რაღაც აი ამას რო ასეთ წონას ანიჭებ, ხო? თუნდაც უხამსი სიტყვების გამოყენებით შაყირს. და ესე იგი რა არის? როგორ განსაზღვრავს საერთოდ ეროვნულ ამოცანებს? რა ქვია ეროვნულ ამოცანას? ხო, რაღაც ის თუნდაც მათივე ტერმინები რაღაც შვიდობის დაცვა ეროვნული ამოცანა ან რაღაც ანაკლიის სპორტი ეროვნული ამოცანა ან რაღაც ეკონომიკის განვითარება ეკონომიკური ამოცანა და ვახოს ანაიას გაჩუმება 14 დღით
ეროვნული ამოცანა, ხო, რაღაც ესე იგი რა ენერგიით გამოვა ნეტა იცოდნენ. რა ენერგიით გამოვა ნეტა იცოდნენ და რეებს დაწერს. ეს ერთი და მეორე, აი ჩემი პირად მაგალითზე მინდა ვთქვა, რომ რაღაცა მილევად რეჟიმში, მილევადი ძალებით ვიყავი წარმოდგენილი ეთერშიც მათ შორის ჩვენ სირგლივ არსებული სიტუაციის გამო და ისე დამოხდა ახლა აი ამ ვახოს დაკავებამ, რომ არ ვიცი, კარგ ახანს მეყოფა ისე მაინც რომ იცოდნენ ჩვენ და ფორმულას ვახოს დაკავებით, ახალი სუნთქვა გაგვიხსენით, ასე რომ ეს ყოველთვის იწვევს მათთვის უკურ რეაქციას და ცოტა ამასაც ვერ იგებენ და ვერც ეგ არა, ეს პრობლემა აქვს, რომ ამას ვერ იგებენ, იმიტომ რომ როდესაც ადამიანი თვლის, რომ სამყარო აგებულია ერთის მხრივ შიშზე და მეორეს მხრივ რაღაცნაირად მოსყიდვაზე, ფართო გაგებით მოსყიდვაზე, ხო, ან უნდა შეაშინო ადამიანი, ან უნდა მოიმხრო მოსყიდვით და ეს მუშაობს და ასეა მოწყობილი სამყარო და ასეა მოწყობილი ძალაუფლება, როდესაც ვერც ერთი და ვერც მეორე ვერ მუშაობს, ძალიან ღიზიანდები და არ გესმის რა ხდება, ხო, რაღაცნაირად. მათ გონებაში ეთყობა ეს სამის გაგება ძალიან რთულია. რაც შეეხება უფრო ფართო კონტექსტს, იმიტომ რომ ეს არ არის ერთადერთი მიმართულება ჩვენს პრობლემებს შორის. ფართო კონტექსტი არის სურათი, რომელიც ახლა ჩვენ შიდა პოლიტიკურად და გარედანაც გვაქვს სახეზე, ხომ? ეს ცნობილი უკვე რაღაცა ტიპის ფორმატი, რომლის შიგნითაც მოძრაობს როგორც ქართული ოპოზიციური პოლიტიკური სპექტრი, ასევე მედიაც, ასევე აქტივისტების წრე და აქტიური სამოქალაქო საზოგადოება, შიგნით აქცია, გარეთ სანქცია, ხომ? რაღაცა ამ ასე ჩამომყალიბდით და ასე მივდივართ. ეს სლოგანი სწორია. როგორც ვხვდები, ხომ? მაგრამ ახლა ამისი აღსრულება ერთადერთი სლოგანია, რომელმაც შეიძლება იმუშაოს. აკლია ამ სლოგანს რამე. თვითონ სლოგანის თვალსაზრისით. და ახლა შინაარსობრივად რა აკლია ამაზე მინდა აკლია, ასე ვთქვათ, ძლიერი ალტერნატივის ხედვა, არსებობა და ხედვა ხალხის მიერ, რომ ეს ასე ვთქვათ, ეს ბევრჯერ გვითქვამს და ამ სტუდიაშიც მithქვამს, სხვადასხვანაირ მაგიდებთან შეიძლება რომ ერთი ორი მაგიდა გვაქვს სულ. ხო, მაგრამ სხვადასხვანაირად დგას. სხვადასხვანაირი ფორმატში. კი ბატონო, გიგებთ. რომ ეს არის, ასე ვთქვათ, ბევრი ადამიანისთვის ეს არის რაღაცნაირად მიზეზი იმისა, რომ არ არის ჩამოყალიბებული, ხო, რომ ვერ ხედავს ალტერნატივას, რომელიც არის შინაგანად ძლიერი და ორგანიზებული და სარგებლობს ხალხის საკმარისი ნდობით. ახლა ეთერს რომ ვესაუბრებოდი, მე ეთერმა თქვა, რომ ჩვენც ბევრ ამას ვაკლებთ, რა თქმა უნდა, ჩვენ არ გონია, რომ იდეალურად ვმუშაობთ. ბევრი ხარვეზი გვაქვს ობიექტური თუ სუბიექტური მიზეზებით და სულაც არ გვაქვს იმაზე პრეტენზია, რომ რაღაცა უშეცდომოდ ვაკეთებთ ყველაფერს. თუმცა ეთერმა თქვა ასთირამ, რომ გვაკლიაო საზოგადოებასთან ურთიერთობა, უფრო გარეთ სიარული რაღაც ეს ჩვენც კი გვაქვს ეს განცდა, რომ აუდიტორიას ასე ხელს ახლოს ვერ ვკიდებთ, ვინაიდან ამისი რესურსი უბრალოდ არ გვაქვს, რომ ბევრი ვიაროთ ქუჩაში, ბევრი აზრი გამოვიკითხოთ, მაგრამ ვინც ეს მაინც ძირითადად უნდა გააკეთოს, ხომ, ოპოზიციური პოლიტიკური სპექტრი, ნაწილი ამას ცდილობს, უმეტესობა რაღაცა სულ გეგმავს, მაგრამ ვერ ახერხებს, ეს არის თუ არა ერთ-ერთი მთავარი ხარვეზი მათ მუშაობაში. რა თქმა უნდა, აქ არის ხარვეზი მრავალი, ასე ვთქვათ, ერთი ორგანიზაციულად ჩამოყალიბება, გასაგებია, რომ ბევრ ლიდერს, ასე ვთქვათ, უნდა რომ ცალკე ლიდერი იყოს და შესაბამისად რაღაც ცალკე პარტია ჰქონდეს. ეს კარგი არ არის, მაგრამ ასეა. მაგრამ საჭირო ამავე დროს რაღაც რაციონალური და უბრალოდ ცალკე კი არ უნდა იყოს, არამედ რაღაც იმედი აქვს, რომ თავარი იყოს, ასე ვთქვათ, სხვადასხვა ოპოზიციურ ჯგუფებს შორის და წამყვანი იყოს და რაღაც ეს კონკურენცია არსებობს, მაგრამ უნდა არსებობდეს ამაზე მეტად და ამის თავზე რაღაც საღი აზრი, რომ ასე ვთქვათ, გადარჩენის რეჟიმში ხარ, ხო, არა ხარ რაღაც ისეთი ნორმალური პოლიტიკური ცხოვრების რეჟიმში და შესაბამისად რაღაც ორგანიზაციულად უნდა შედგეთ. ჩემი აზრით ეს უფრო ისეთი ელემენტარული პრობლემაა. იმიტომ რომ რეალურად ამ პარტიების ცალ-ცალკე აღებული პარტიების რესურსი
საკმაოდ შეზღუდულია და კი შეიძლება უკიშინო რომ ხალხში გადი, მაგრამ თვითონ შენ უნდა ყავდეს ხალხი, რომელიც სადღაც კიდე გავა და დრო და ფინანსური რესურსი ყველგან არის პრობლემა. და ყველაფერი და როდესაც ეს არ არის, ხო და ამავე დროს დაქსაქსულია ოპოზიცია, ხო? ამიტომ თვითონ ეს ასე ვთქვათ ხალხში გასulis უკვე ცოტა მოკირჭებული ლოზუნგით, ასე ვთქვათ, ან პროგრამა ობიექტურად ვერ მუშაობს. ჩვენ გასულ კვირას ვის სახელით გადიხარ, ხო? ანუ როდესაც არის რაღაც პირობითად 15 სხვადასხვა ოპოზიციური პარტია, რომელიც შეიძლება მე და თქვენ ვიცით, მაგრამ ახლა ვერ მოვთხოვთ რიგით ამორჩეველს, რომ ახსოვდეს ვინ არიან და რა რიდან ცხოვრობენ ერთმანეთისგან, ხო? და ყველა თავისი სახელით მიდის და თავის სახელით რაღაცას უხსნის, თუ კი ამას ახერხებს, ხო? ესეც ძალიან დამაბნეველია მოქშევლისთვის, ხო? უნდა იყოს რაღაც რომ ისინი გადიან, მაგრამ მეორე მხრივ აქტორი, ხო? მსხვილი აქტორი. აი გამსხვილება ამ აქტორების აღმოჩნდა, რომ პერსპექტივაში არ იყო გასაგრილი არ შედეგენ. მოდით მოვისმინოთ ნიკა გვარამიას ინტერვიუს ფრაგმენტი გიორგი თარგამაძესთან და შემდეგ განვაგრძოთ საუბარი. ამ წუთში დისფუნქციური ალიანსი სამწუხაროდ ფუნქციონალური იყო ყველაფერი რაც 26-მდე ხდებოდა 26-ში რაც მოხდა შედეგი იყო მაგრამ ამ შედეგს სხვა შედეგი უნდა მოეტანა კიდევ უფრო მაღალი ამის მერე დაიწყო კასკადი თავდასხმების ბევრის კიდევ ერთხელ მე არ მჯერა ცალმხრივი თავდასხმების და რაზე შემიძლია პასუხისმგებლობა ავიღო მე არ მახსოვს ჩემი კოალიციის წევრებისგან თავდასხმები ყოფილიყოს. რამდენიმე დაპირისპირებული, ასე ვთქვათ, წვილი იყო ალიანსში, მაგრამ სანამ ეს იყო შიდა საკითხი და არ გვიშლიდა ხელს ყოფილიყავით ფუნქციურები და ეფექტიანები მათ შორის გარე ურთიერთობებში, მანამდე ახლა ეს ტყდებოდა ჩვენზე. ამის ატანა, ვისაც გვიწევდა, ყველას მოდი ასე ვთქვათ. მაგრამ ახლა ეს გავიდა და მესამე პირებსაც შეეხო. მე მაქვს პრეტენზიები ცალკეულ წევრებთან ალიანსის გინდა პარტიები იყოს თუ ინდივიდები, მაგრამ კიდევ ერთხელ ამბობ, ვიდრე არსებობს საერთო თამაშის წესები, რაც შემბოჭველია ჩემთვის, როგორც წესიერი ადამიანისთვის, გულწრფელად შემიძლია გითხრათ და პასუხისმგებლობიანი ადამიანისთვის, მე არ ვაპირებ, რომ თითების გაშვერა რაღაცა მიმართულებებით ხდებოდეს ჩემი მხრიდან. ბევრი რამე შეიძლება ერთობისთვის, ხალხისთვის, ასე ვთქვათ, ხალხის დაკვეთის შესრულებისთვის ადამიანმა აიტანოს, მაგრამ ეს მოსულა მაშინ თუ ამას შედეგი მოაქვს. თუ ეს პირიქით შედეგისგან გაშორებს და თან კომპრომისებად რჩება, არ მგონია რომ ეს კარგი იყოს, ხო? მე ერთხელ მე ახლა არ ვაანონსებ ალიანსის დაშლას, რა თქმა უნდა, არასწორად არ მინდა რომ იყო გაგებული. ხილვას ექვემდებარება, ამიტომ მე არ მინდა რომ ჩუმად ვილაპარაკო დახურულ კარს მიღმა, ეს ხალხის დაკვეთა იყო რომ ამგვარი ერთობა შექმნილიყო. ეხლა ხალხს, ასე ვთქვათ, უნდა მოუყვეთ ამგვარ ერთობაში რა ხდება. აი ბატონ გია, სრულად მოვისმინეთ ფაქტობრივად გია გვარამეს ერთ-ერთი ლიდერის ალიანსის პოზიცია. ეს ოპოზიციური ალიანსის მომავალი გაბუნდოვანდა ამით კიდევ უფრო მეტად, ხომ? ეს რაზე მიანიშნებს? ანუ რა არის ისეთი პრობლემა ამ პარტიებს შორის, რომლებიც შეთანხმებულები არიან ორ ფუნდამენტურ საკითხზე, რომ უნდა ჩატარდეს ახალი და სამართლიანი არჩევნები და ყველა პოლიტპატიმარი უნდა გამოვიდეს გარეთ. ამ თავარზე ისინი არიან შეთანხმებულები, ხომ? აი რა ხდება ასეთი რომ დისფუნქციურია? როგორც თქვი, ეს არის მაინც კონკურენცია, ასე ვთქვათ, კონკურენცია ლიდერობისთვის ოპოზიციურ ფლანგზე. და ახლა მე ვერ შევაფასებ ერთ ცალ-ცალკე აღებულ ლიდერს, რატო უნდა ეს უფრო მეტად ვიდრე ვთქვათ ალიანსი და მით უმეტეს გარედან უბრალოდ არც ვარ კომპეტენტური რომ რაღაცნაირად ვინმე ან რამე გამსაჯო, მაგრამ რაღაცეები ჩანს, მაგრამ ფაქტია რომ რაც ჩანს არის ის რომ ასე ვთქვათ რაღაც ლიდერობისთვის ბრძოლა მიმდინარეობს და რაც ცოტა სასაცილოა, იმიტომ რომ რისი ლიდერი ხარ, როცა არაფუნქციური ოპოზიცია, მაგრამ ეს უბრალოდ ეს ასეა. როდესაც ნიკა გვარამი ამბობს, რომ 26 მაისამდე ჩვენ ვიყავით ფუნქციურები, ფაქტობრივად გამოვიდა, რომ ერთი აქციის
გასაკეთებლად შეიკრა ეს ალიანსი, რაც შეიძლებოდა რომ ასეც ყოფილიყო. არა, გასაგებია რომ ახლა როდესაც პრინციპში ოპოზიციის ველი ფუნქციონირების ველი არის ძალიან შეზღუდული, ანუ საპარლამენტო ფუნქცია გამოირიცხა და დარჩა რაღაც ორი, ერთი რომ ოპოზიციის ცალ-ცალკე ლიდერები შეიძლება ბრიუსელში ჩავიდნენ, ან სადღაც ჩავიდნენ და ვიღაც ელაპარაკონ გარეთ და ან აქცია მოაწყონ, ხო? დანარჩენი არის ის შეიძლება ვთქვათ, რომ აი რაღაც ყოველდღიური მუშაობა ხალხთან, ან რაღაც საზოგადოებაზე ზემოქმედება. თუმცა აი ბატონო ობიექტურად მაინც ის უნდა აღინიშნოს, რომ აი ამ ვითარებაში რამის კეთება, როდესაც იცი რომ ხვალ შეიძლება შეგაბრუნო ციხეში, ავტორიტარული რეჟიმია, ამიტომ თავს ვიკავებ ძალიან რომ ვიღაცა გავაკრიტიკოს ზედმეტად. აი ამ ფონზე ოპოზიცია რომ არსებობს და ასეთი თავგადადებული ლიდერები ყავს, რომლებიც ფაქტობრივად არ მიდიან ქვეყნიდან. მათ შეუძლიათ რომ წავიდნენ. ნაწილი რჩება. ეს არის ფაქტი, ძალიან დასაფასებელია. ნაწილი ციხეშიც არის უკვე. ფაქტიურად პოლიტიკური ბრძოლა აღარ არის კლასიკური გაგებით, არის მორალური ბრძოლა, ანუ გაუტეხელობის და შეუგუებლობის დემონსტრირება გარკვეულად, ხო? და ამას აკეთებს საზოგადოება. ჟამია, თუ ჯერ მაინც ასე თქვა. რაღაც რა კი ამას ქვია მაინც პოლიტიკური პარტია და ჯერ ვიდრე გაუქმებულობით, ანუ პარტიები, როგორც პარტიები არიან ჩამოკიდებული ჰაერში, რომ შეიძლება ნებისმიერ დღეს შეიკრიბოს საკონსტიტუციო სასამართლო და გავიგოთ, რომ აღარ გვაქვს პოლიტიკური პარტიები და მათი ლიდერებიც, იქ არ ვიცი რაღაც პროცედურაა, მაგრამ ფაქტურად ისიც ჩამოკიდებულები არიან, დაიჭერენ თუ არ დაიჭერენ, ხო, პრაქტიკულად ყველა ამ დღეშია და ეს არის ვითარება და ცხადია ახლა. ამ აბსოლუტურად გეთანხმებით, რომ ამ კრიტიკული შენიშვნების და მოსაზრებების ფონზე ეს უნდა გვახსოვდეს, რომ საერთოდ რომ ახერხებს ოპოზიცია რომ იარსებოს და რაღაც პერიოდულად რაღაც არსებობის ნიშნები ხმამაღლა და საჯაროდ დაგვანახოს, ესეც დასაფასებელია ნამდვილად. აქვე მუშაობს ბუნებრივია ივანიშვილის ინტერესები, მას შესაძლოა ამ წუთში ძალიან არ სჭირდება ოპოზიციის აქტივობებში ჩარევა, ვინაიდან ოპოზიცია თვითონაც აჩვენებს ისეთ მოდელებს ქცევისას, ისეთ დაპირისპირებას ერთმანეთში თუ რაღაცა ლიდერობისთვის ბრძოლა ჰქვია ალბათ თქვენ, რასაც ამბობთ ამას, რომ მას დიდად ამას ჩარევა არ სჭირდება, მისი ამოცანა არის დაქსაქსულობა, ერთი დიდი რაღაცა პლატფორმა რომ არ შედგეს და ეს ისედაც ასე მოდის, მაინც რა ახმა გაქვთ თქვენ, რამდენად ირიბადის ერევა ამ პროცესში. ეს ნატურალურად გამოდის, რომ ოპოზიცია ასე არის რაღაცნაირად მაინც არც თუ ისე მდგრადი, თუ მისი ხელი ეტყობა პროცესს. არ ვიცი, მე არა მაქვს ამაზე პასუხი. შეიძლება რაღაც ხელს აშველებს რაღაცას, შეიძლება ჩათვალა, რომ აღარ მჭირდება, ასე თქვა, ძალისხმევა. ამ მიმართულებით მას ისიც პრინციპში ახლა გასაგებია, რომ ის გაცილებით უფრო ძლიერია ხელისუფლება ვიდრე ოპოზიცია, იმიტომ რომ ხელისუფლებას შეუძლია ჩასვას ციხეში ოპოზიციას არ შეუძლია ჩასვას ციხეში ხელისუფლება, მაგრამ ისიც არ არის მაყოფილი, ასე ვთქვათ, ვითარებით, გარდა იმისა, რომ მაინც ვერ გატეხა ბოლომდე ეს წინააღმდეგობის კუნძულები, ვხედავთ იმასაც, რომ აი რაღაც იდეა ფიქსად ექცათ, რომ რაღაცნაირად ტრამპის გული მოიგონ და ვერ იგებენ, რაღაც იზოლირებული არიან სრულიად და კი, ასე ვთქვათ, ძალაუფლებას ინარჩუნებენ და ჩაბღაუჭებულები არიან, მაგრამ რაღაც ეს ვითარება მათთვის მისაღები არ არის, ის ვითარება რომელშიც არიან. მოგეთ ერთობა არ გამოდის. ამაში მე რასაც ვადევნებ თვალს ოპოზიციური ერთობა რო არ გამოდის ეს დიდი ხანია. ხედავთ ეს ნიკა გვარამიამაც აღნიშნა ამ ინტერვიუში რაღაც გაკვირით რომ ეს ალიანსის შექმნა იყო ხალხის მოთხოვნა. ხო, ანუ უბრალოდ სულ ყველა ამას ამბობდა რომ რაღაც გვაჩვენეთ ნება გაერთიანების და აჩვენეს, ასე ვთქვათ, ალიანსი შედგა, თუმცა ვერ აჩვენეს საბოლოო ჯამში ასე გამოდის, თუ ეს ალიანსი დაიშლება, გამოდის რომ ვერ აჩვენეს, არა, თავიდან აჩვენეს ამას ვამბობ, რომ თავისთავად ამ ფაქტით აჩვენეს, რომ ხალხს უსმენენ, ასე ვთქვათ, მაგრამ საკუთარ მალე გამოჩნდა, რომ ნაციონალური მოძრაობა კონკრეტულად არ იყო მაინც და მაინც დაინტერესებული ეს
არ მალავს ამას და ასე ვთქვათ, გარედანაც ჩანს. და ნუ სხვები როგორც ჩანს, სხვებს შორისაც არის დაპირისპირებები და ამიტომ ეს რაღაცნაირად ეს ნება ერთიანობის დემონსტრირებისა, რომლის კონკრეტული პროდუქტი აღმოჩნდა ერთი, ნუ საკმაოდ წარმატებული აქცია, ნუ უბრალოდ გამოიფიტა ეს ნება და როდესაც ნუ კი ბატონო ერთი აქცია ჩაატარეს, შემდეგი რა უნდა გააკეთო, ნუ რაღაც კიდევ შემდეგი აქცია თუ რაღაცა ეს ეს აღარ ხო და ნუ მით უმეტეს როგორ თქვით ნუ ახლა ადამიანები არიან ოპოზიციის ლიდერები და ნუ რაღაც ალბათ იმაზე ვფიქრობენ, როდის შეიძლება დაიჭირონ, ხო? ნუ ძნელია ამ დროს. კლიანად ფუნქციონალური და რაციონალური. რა არის პერსპექტივა? მეორე მხრივ არსებობს სამოქალაქო საზოგადოება, რომლის გაუტეხელობაც და მათ შორის ოპოზიციური ლიდერების, რაც ჩვენ უკვე ვთქვით, გაუტეხელობაც, როდესაც ისინი მზად არიან კვლავ ციხეში ჩასხდნენ, ხომ? აჩვენებს, რომ ივანიშვილმა ამ ეტაპისთვის ბრძოლა ვერ მოიგო. ეს არის ძალიან ცხადი. ისიც ჩანს ახლა კაც რომ დაიჭერ Facebook პოსტის გამო, კარგად რომ არ გაქვს საქმე, ესეც ცხადია, ხომ? ანუ მას არ აქვს ძლიერი ამ წუთში ფუნდამენტი. ის რაღაცა სხვა ფუნდამენტზე დგას, უფრო რუსული ზურგით, რაღაცა თავისი გაურკვეველი იდეებით, ხომ, ბევრ ტყუილზე დგას, საკუთარი საზოგადოების მოტყუებაზე, მისთვის ფულის მოპარვაზე დგას, ბევრ ამაზე დგას დღეს ოცნება, მაგრამ არაფერზე მყარზე. რაღაც ჩემი შთაბეჭდილება მაინც ასეთია. როგორ ფიქრობთ თქვენ, რა აღქმა აქვს თვითონ ივანიშვილს? ახლა ხომ უყურებს ველს, ხომ? მას ყავს ამბის მიმტანები. მას ყავს რაღაცა ხალხი ალბათ, ვინც ამის ანალიზს უკეთებს, ვინც უგეგმავს ამ რაღაც სივრცეებს, ხო? მათ შორის რაღაც სამწუხარო ძალადობრივად ქმედებებს ქუჩაში მისი სხვადასხვა განშტოებებისთვის. ის ამას, რა თქმა უნდა, პერსონალურად იცნობს ამ სქემებს, ხო? რომელიც მისი ხელის გარეშე არ ხდება ამ ქვეყანაში. მას თვითონ აი როგორ ხედავს თავის მომავალს? რა პერსპექტივა უჩანს საკუთარი თავისთვის? მომავალს ხედავს ისე რომ აი სულ უნდა იყოს ასე თქვა და სულ უნდა ჯერ ასე ხედავს? ანუ ეგრეთ წოდებულ ეგზიტს, ანუ გასვლას არ განიხილავს ამ ეტაპზე. გასვლა ხო მისთვის ეს არის პრობლემა, რომ მისთვის გასვლა უფრო რთულია, ვიდრე თუნდაც მიხეილ სააკაშვილისთვის იყო გასვლა 2012 წელს, გარდა იმისა, რომ მას ჰქონდა იმედი, რომ დაბრუნდება და დღესაც აქვს როგორც ჩანს. ნუ გასასვლელები ჰქონდა ასე ვთქვათ, ხო? დიახ. შეიძლება ამერიკაში შემუშავა, რაღაც უკრაინაში ალტერნატული, ასე ვთქვათ, პოლიტიკური კარიერა გაიკეთა. შევარდნაძე მას მონახავ გასასვლელი თავის დროს. შევარდნაძე უბრალოდ, შევარდნაძე ასაკში იყო და გასასვლელი იყო რაღაც პენსია, ასე ვთქვათ, საპატიო პენსია. სახში როგორც სხვა. ხო, სახში, წავიდა სახში, ხო? სააკაშვილი ასაკიდან და ტემპერამენტიდან გამომდინარე ვერ წავიდოდა სახში, ის არის ცნობილია იმით, რომ ჩუსტები არა აქვს, ასე ვთქვათ, ხო? ამიტომ შეუძლებელი იყო სახში წასულიყო, მაგრამ სხვაგან შეიძლებოდა წასულიყო და ვთქვათ, ივანიშვილი ხო უბრალოდ ის არ არის, ის არის ფეოდალი, რომელსაც, რა ვიცი, მარტო რაღაც აი აქვს რაღაც მამული, ხო? მთლიანად საქართველო არის მისი მამული. და რაღაც ყველა საუკეთესო ადგილები პირადად მისია, რაღაც აბასთუმანი თუ რაღაც იქ რაღაცა სანაპიროზე და ასე შემდეგ და ასე შემდეგ. თბილისში საუკეთესო ადგილი. ხო, და ეს ყველაფერი აქვს და რუსეთი გასაგებია, რომ რუსულ მთავრობას ვეძახით სამართლიანად ჩემი აზრით, მის მთავრობას, მაგრამ რუსეთის და პუტინისაც ეშინია, გარკვეული აზრით გამოიქცა და აქ სჭირდება ივანიშვილი პუტინს. რუსეთში არაფრად არ ჭირდება, ხო და რუსეთში წასვლაც მისთვის არ არის კარგი გამოსავალი. დასავლეთში, ვეღარ ფაქტობრივად დაასაქციელეს კიდევ ქართული კომპანიები და ანუ შტატებშიც მზადდება მისთვის ეს ობიექტურად რო შევხედოთ, მისი პოზიციიდან რო შევხედოთ, მას თქვათ, ძლიერ გამსახურდიასაც კი ყავდა ჩეჩნეთი, თქვათ და დუდაევი, ხო, თუმცა ეს არ იყო კარგი ვარიანტი. მაგრამ აი ამ კაც საერთოდ საუნდა წავიდეს, ხო? ირანი ხო არა, რაღაც აიათოლებში. ხო, არ ვიცი, შეიძლება. არა, ახლა თუ ძალიან გაუჭირდა რაღაცას იპოვის, არ ვიცი, რაღაც. ხო, გაგვიგია რომ ბრაზილიაშია რაღაც
ის მაგრამ ნუ ამხელა რაღაცა რომ აგროვა მთელი ცხოვრება და აშენა რაღაცეები და რაღაც გოლფის კორტები და თუ რაღაც რაც არის ხო ნუ რაღაცნაირად ძალიან დიდი კვირთი აწევს ასე თქვა და ნუ ამიტომ მე მგონი არ ვიცი ახლა მის ტვინში ვერ ჩავიხედავ შეიძლება მას აქვს რაღაც ასე თქვა ვარიანტი ყოშხვაში გეგმა B სადღაც წასulis მაგრამ ნუ შეიძლება არმაზე რაღაც ნუ ან საერთოდ არ ფიქრობს ან ძალიან ჩაჭიდებული იმ ვითარებას რომელშიც არის ანუ მისთვის გაცილებით უფრო ძნელია წასვლა ვიდრე ნებისმიერი ჩვენი წინა ხელისუფლების მაგრამ ბატონო იმის გათვალისწინებით რომ ყველაფერი შეიძლება ყოფილიყო გაცილებით ცუდად ასეთი ხელისუფლების პირობებში როდესაც ქუჩაში გდევნიან ყველა გზას გიჭრიან ფულს გართმევენ ღირსებას გილახავენ თავს გესხმიან განადგურებენ ფაქტობრივად კლავენ გახრჩობენ ამ პირობებში რომ საზოგადოების დიდი ნაწილი მაინც არის კრიტიკული განწყობებით წარმოდგენილი ეს არის ძალიან დიდი გამარჯვება საქართველოს საზოგადოების რა თქმა უნდა ანუ ივანიშვილი როგორც პრაქტიკულად ჩვენ თქვით არ არის კმაყოფილი ვითარებით რაშიც არის ახლა შფოთავს და ნერვიულობს და რაღაც მოძრაობებს აკეთებს შეცდომებსაც უშვებს ვიღაცას ციხე ყველაზე თავის უახლოეს ხალხი ვინც ყავდა ყველა ციხეში ჩასვა ხო ნუ თითქმის ყველა ნუ ეს ნიშნავს იმას რომ ეს რაღაც ლეგიტიმურობის დეფიციტი ასე თქვა რომ ვიხმაროთ რომელზეც ნუ საუბრობთ ხო ეს მარტო ოპოზიციურად თუ კრიტიკულად განწყობილი ხალხის რაღაც სლოგანი არ არის და ეს არ ემყარება მხოლოდ იმას რომ არჩევნები როგორ ჩატარდა 2024 წელს ეს არის ფუნდამენტური პრობლემა ის გრძნობს რომ ამ საზოგადოების ლიდერი ის არის რაღაც ძალიან ხელოვნურად ძალით მართლა ну ფულითაც გასაგებია, ну ფული ამ შემთხვევაში მისი პირადი ფული აღარ არის მთავარი, არამედ სახელმწიფოს ფული, მისი პირადი ფულია იგივე. ფული და დაშინებით და რაღაც თითქოს ეს მისი გუნდიც რაღაცნაირად გაცილებით უფრო მცირეა. ანუ ის თუ თავის უახლოეს ხალხს აღარ ენდო, ხო, ღარიბაშვილს, ლილუაშვილს და ასეთ ხალხს, ხო? საერთოდ ვიღას ენდობა. ხო, ანუ ძალიან არამყარადუნობს თავს. ძალიან არამყარადუნობს თავს და ну ეს რაღაცნაირად საშიშადაც აქცევს, მაგრამ ну რაღაც ну ყოველშვაში ესეც ეს მისის პერსპექტივასაც ხდის უფრო ნათელს. რაღაც ну უფრო რთულად წინასწარმეტყველებადად აქცევს ჩვენს ვითარებას.